შუა მშვიდობის კიდევ ერთ კომპოზიციას. ასე კიდე ისევ გები ცოტა მოგვიანებით აუცილებლად ჯერ წარმატგენ ჩვენ სტუმრებს. მე უკვე მიხარია რომ იმის ნაწილი მათშია, რასაც ნახავს ჩვენი მაყურებელი 5-დან 9 ნოემბრის ჩათვლით, იმიტომ რომ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოდური ღონისძიება უკვე მეორედ გაიმართება თბილისში და ალბათ მიხვდებოდა ჩვენი მაყურებლების უმრავლესობა რომ საუბრობ Mercedes-Benz Fashion Week თბილისის შესახებ და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან დიზაინერები ანუკა ქებურია, ნინო ბაბუხადია და თეკლა გურგენიძე და გრეგორი რეჯინი Mercedes-Benz Fashion Week თბილისის art დირექტორი. შუა დღემშვიდობის მოგესალმებით, რა თქმა უნდა გესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. რეკლამის დრო არ გამაკომ პირდაპირ. როგორ მომწონს? თან გავწირაც, არ ვიცი კარგად ჩანს თუ არა და დაგათვალიერებინებთ კიდე ყველაფერს იმ მცირე ნაწილს, რაც ჩვენთან არის წარმოდგენილი. მანამდე მნიშვნელოვანია ის, რომ გაიმართება ეს ყველაფერი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და როგორც ვიცი, რაც ამ დღეებს განასხვავებს სხვა მოდის დღეებისგან, დიდი დოზით არის ხელოვნება მოდასთან ერთად, ხო? ხო, ზოგადად კონცეფციაც ეგ არის პროექტის, რომ ხელოვნება და მოდა არის თითქმის პრინციპში ერთი და იგივე. თავისთავად პროექტზე თუ ვისაუბრებთ, მინდა ვთქვა, რომ ის უკვე მასშტაბურია თავისი, ასე ვთქვათ, აზრით, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ იმის გარდა რომ ჩამოდიან ის ხალხი, ვინც ჩვენ ნამდვილად ნიჭიერ დიზაინერებს შემდგომ, ასე ვთქვათ, გააპიარებენ, ძალიან კარგი კონტაქტები ხდება მაგ დროს, იმიტომ ჩვენ ყველანაირ საშუალებას ვაძლევთ დიზაინერებს, რომ 24 საათიან რეჟიმში დიზაინერს და სტუმარს კონდეს, ასე ვთქვათ, კონტაქტი, ეს იქნება რაღაცა ოფიციალურ დინერზე თუ იქ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩარშანდელიდან გამომდინარე და რომ შევაფასო ჩარშანდელი მოდის კვირეული. დიზაინერები არ იყვნენ ცოტა მზად, ალბათ ყველამ თვითონ დიზაინერი არ იცოდა, მე ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ რაღაცა შედეგი როცა დაიდო, მივხვდით რომ რაღაცა თათბირის დროს, როცა შევიკრიბეთ ყველა დიზაინერმა, აღმოჩნდა ის, რომ თურმე არ იცოდნენ, რომ შეიძლება ესე მისვლა სტუმართან რაღაცა კარტის, თავისი პოსტკარტის მიცემა და რაღაცა დიახ, იმიტომ რომ ბაერი ჩამოყავს ნამდვილად ლონდონიდან 3 საკმაოდ კარგი სტორიდან, მაგრამ ვიცით რა, უკვე დიზაინერზეა დამოკიდებული რამდენად მოაწონებს თავს, იმიტომ რომ არის რაღაცა სტანდარტები, იმის გარდა რომ კოლექციები უნდა იყოს სეზონური და ჩვენ მივახციეთ იმას, რომ საქართველოში უკვე ხდება ისე, რომ სეზონური კოლექციები, ანუ რაღაცა ზამთარია და მოდი ზამთარი გავაკეთოთ და ხო, ეს კულტურა რო შემოვიდა და ასე ვთქვათ, უკვე გვახარებს. ეს ერთი, მეორე მსურველი ბევრია, რა თქმა უნდა, მიიღოს მონაწილეობა კვირეულში, მაგრამ არსებობს რაღაც სტანდარტები, ჩვენ პასუხისგებლობა გვაქვს, კი, ჩვენ გვაქვს პასუხისგებლობა დაუშვათ იგივე ანუკა ქებურიასთან, ან თეკლასთან, ან ნინოსთან, რომ რაღაცა დავაკავშიროთ ბაერი, ან დავაწერინოთ, ასე ვთქვათ, რაღაცა კარგი მასალა ამერიკულ ვოგში, რომელიც ჩამოდის თავისი ყველაფრით, ვიდეოთით და ცალკე ვოგ.com და ცალკე პრინტ ვერსია, ხო? ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ ანუკა ქებურია გააკეთებს იმ ხარისხს, რომ შემდეგში დაუშვათ იგივე ქსოვილის პრობლემა რო არ შეექმნას შეკვეთის დროს, იმიტომ რომ ბაერი რო გიკვეთავს რაღაც რაოდენობას და ძირითადად ქსოვილები არ უნდა იყოს ნაყიდი რაღაცა მეტრით, რაც მოგწონს. ხო, შესაძლოა არის რაღაცა სტანდარტები, რომელიც უნდა დავიცვათ როგორც ჩვენ ორგანიზატორები, ასევე დიზაინერები. მაშინ დიზაინერებსაც ვკითხოთ, რა სტანდარტების დაცვა დაგჭირდათ. ალბათ ისედაც ვცდილობთ, რომ თქვენ საქმიანობაში მუდმივად არ აქვს მნიშვნელობა ეს კონკრეტულად მოდის კვირეულისთვის არის თუ ყოველდღიური საქმიანობა, ეს სტანდარტები დაცული იყოს. რამდენად შესაძლებელია დღევანდელი რეალობიდან, რომ ეს მაღალი სტანდარტები დავიცვათ და კონკრეტულად ამ შემთხვევაში რას მიაქციეთ ყურადღება ყველაზე მეტ? რეალურად მაგ სტანდარტების დაცვა შესაძლებელია იმ მხრივ, როდესაც ვთქვათ რაღაცა კონკრეტული კოლექციის შესაქმნელად ემზადები და ქსოვილებს უკვეთავ, ან ყიდულობ. მაგ შემთხვევაში ყიდულობ უკვე დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ წინასწარ გაქვს უკვე გათვლილი, რომ წამოვიდეს ვთქვათ შეკვეთები, თუნდაც ზომებით, ან რაოდენობრივად, რომ შენ იყო მზად უკვე მაგ ყველაფრისთვის და ეს არ ხდება ვთქვათ რაღაცა ერთი კონკრეტული კოსტიუმისთვის ყიდვა გარკვეული მეტრაჟის. ან მაგ შემთხვევაში უკვე მაგ სტანდარტებისთვის რეალურად გამზადებული. კვირაულზე ქართველი და უცხოელი დიზაინერების მონაწილეობა. მიღამური საერთაშორისო პროექტია, ჩვენთან აუცილებლად ყოველ სეზონზე გვეყოლება
ბიან, ასე ვთქვათ, რამოდენიმე ბრენდი წელს არიან მხოლოდ უკრაინიდან, მაგრამ საკმაოდ სამივე ძალიან ძლიერი ბრენდი, ერთ-ერთი არის ლიტკოვსკაია, ვიცით, შესაბამისად იქნება, მაგრამ წელს გვინდა და უფრო მეტი ასე ვთქვათ, აქცენტი გაგვეკეთებინა ქართველზე, კიდევ ერთხელ ვამბობ სტუმრებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ წელს გვეყოლება ნამდვილად ის პრესა და ის სტუმარი, რომლებიც ნამდვილად გამოადგებიან ჩვენ ქართულ დიზაინერებს და ზოგადად დაეხმარება ამ ყველაფერს რომ ეს გახდეს ბიზნესი და არა გართობა, იმიტომ რომ დამეთანხმება ყველა დიზაინერი, რომ დღესდღეობით მივახციეთ იმას, არ ვიცი ალბათ ბევრი წვალებით თუ ბევრი პროექტით თუ არ ვიცი, მოკლედ ეს რეალურად მაგათვის ბიზნესია. შესაბამისად, ჩვენ ასე ვთქვათ, ყველაფერს შვებით იმისთვის, რომ დიზაინერიც კმაყოფილი იყოს და ის უცხოელი სტუმარიც, რომელიც ამ ყველა გზას აკეთებს იმისთვის, რომ ნახოს საქართველო და ქართული პროდუქტი. შეიძლება უფრო კონკრეტულად სტუმრებზე ვისაუბროთ და ჩამოვთვალოთ ის ადამიანები, რომელთა სტუმრობა ჩვენს ღონისძიებაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი პირველ რიგში ის პრესა, რომელიც ჩამოდის კონკრეტულად, ჩემთვის თავშეთა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ისეთი საინტერესო პერსონა. თუმცა პრესტიჟისთვის რა თქმა უნდა კარგია, როცა გიზის კეთრინ ბაბა და ყავს საკმაოდ ცნობილი სტილისტია მსოფლიოში, ბრაიან ბოი, ისეთი ბლოგერი, იმიტომ რომ ძალიან მოდური გახდა ასე ვთქვათ ბლოგერების ასე ვთქვათ დაპატიჟება. ასევე ყავს სტუმრებიდან ნატალი ჯუს, ძალიან ასე ვთქვათ კარგი და ცნობილი პერსონა. რაც შეეხება პრესას, ეს არის Vogue რამოდენიმე ქვეყნის და რაც მთავარია ამერიკული Vogue, ზანგვახარებს. არის ინტერვიუ Russia, არის New York Times, არის ცოტა დემდენია, რომ ცოტა ვერია, და თან ისეთი სახელებია, არის Elle, არის მოკლედ ნამდვილად ყველაზე ცნობილი მოდური გამოცემების წარმომადგენელი. ვიცით რა, შარშან დაუშვათ იყო ტესტის რეჟიმში, არ შემეშინდება მის თქმის, ხო? იმიტომ რომ ის იყო, ასე ვთქვათ, ჩვენც ვიყავით სატესტო რეჟიმში, დიზაინერებიც იყვნენ სატესტო რეჟიმში, ნამდვილად პირველი სეზონი იყო ძალიან გადამწყვეტი. წელს აღარ ჩამოდიან იმისთვის, რომ ნახონ არა, წელს ჩამოდიან იმისთვის, რომ იმუშაონ ის სტუმრები და წელს უკვე ზუსტად ვიცით, რომ ჩამოდიან იმისთვის, რომ დაწერონ. და თქვენ სამუშაო მასალას ახვედრეთ, რაც თავარია. ძალიან საინტერესოა ის, რომ ახსენე გრეგორის, რომ წინა წელი იყო სატესტო რეჟიმში და ეხლა კიდევ ცოტა სხვა რეჟიმია, უფრო სამუშაო რეჟიმია. რა სულ მაინტერესებს ხოლმე რაღაცა წინასწარ რამდენად ხდება ხოლმე კოლექციების დათვალიერება, თუ ამას არჩევს მაგალითად არტ დირექტორი შენ ამ შემთხვევაში, რა კოლექცია უნდა იყოს გასული, თქვათ, ეს შემდეგზე. ცოტა ასეთი შეკითხვა, ცოტა ასე ვთქვათ, პირადული იუმორს რო ავსწრეთ და ნამდვილად ბიზნესზე ვილაპარაკოთ, აქ არის ესეთი რაღაცა, რომ კიდევ ერთხელ თქვი კოლექციები იყოს სეზონური. ხარისხი შესრულების პირველ რიგში კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი კარგი დიზაინერი ყავს საქართველოში, არ დავასახელებ ჩემი ფავორიტები, რამოდენიმე, მაგრამ როცა მივდივართ და ახლოს ვიღებთ ამ პროდუქტს, იმის უნდა ჩავიცვათ, მე გავრეცხოთ და ასე შემდეგ, ხო? არ არის ეს ის პროდუქტი, რომელშიც შეიძლება რომ გადაიხადოს ადამიანმა ფული. მაგიტო ჩვენ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვუყურებთ, ვცდილობთ რომ ახალი სახეები შევიყვანოთ ბაზარზე და ამაში გვეხმარება მეორე ჩვენი პროექტი Binext-ი, ასევე საერთაშორისო დიზაინერთა კონკურსი, იმიდან გამომდინარე, ჩვენ რეალურად ახალ დავუშვათ თეკლა გურგენიძე, რომელზეც მე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი, ერთ-ერთი ხო ფავორიტია საქართველოში, აქვს თავისი ხაზი, რომელსაც ქვია სინდრომი, ვილაპარაკებს, საერთოდ Binext-ის მეშვეობით ჩვენ გავიცანთ. ჩვენ უფრო ვიფიქრებთ, რომ მოდელია, ხო, მოსული ერთ-ერთი. ძალიან დიდი წლების წინ, მაგიტომ ვამბობ, რომ არის ის მომენტი, რომ რა თქმა უნდა ვირჩევთ რაღაცა კონკრეტული
კრიტერიუმებიდან გამომდინარე. მე მგონი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ ბიზნესს უყურებ და უყურებ ხარისხს, მე უფლება არ მაქვს, მე ვარ უბრალოდ ფოტოგრაფი. ამ შემთხვევაში კი სამხატვრო ხელმძღვანელი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვაკონტროლებს head-office-ი, ჩვენ ნამდვილად ვაგზავნით lookbook-ებს და მოთხოვნა რომ დიზაინერი უნდა იყოს თავის ქვეყანაში და კიდე რომელიმე ქვეყანაში ოდნავ მაინც თუ ცნობილი არა, გაყიდვები მაინც. ფიზიკურად აღარ ჩატარდებოდა მეორე წელს პირველად თუ არ ყოფილიყო ის მინიმალური დონე და კონკრეტული მოთხოვნა არის და მართლა ესეც ვირჩევთ, ანუ ვაგზავნით წინასწარ, ну, პრინციპში მაგასაც გეტყვით, რომ ვაგზავნით უკვე იმებს, ვისაც ვიცი კონფერმი დაწმული. ხო, რომ უარი არ იყო, გასაგებია ვინც აკმაყოფილებს ეს კონკრეტული. ხო, ეხლა მე მაინტერესებს დიზაინერებთან ეგეთი კითხვა, რაც ყოველთვის პრობლემურია ხოლმე fashion week-ებზე და არ მითხრათ რომ არ არის ძალიან ბევრი შავი სიჭარბე ხოლმე და ქართულ დიზაინერებს არ უყვარს მეწერა. მე ესე მგონია ხოლმე ეს რაღაცა. ეხლა როგორ იქნება? მოდი აბა, ჩემ შემთხვევაში ყოველთვის ჭარბობს შავი ფერი. ისე როგორც ჩემს კოლექციებში, ესე პირად გარდერობშიც ვერ გავეკეცი ამ ქართულ შავი ფერის სადმი სიყვარულს. და იცი რა, ხო პირველ რიგში ძალიან მიხარია ამ ეს პროექტი რო უკვე მეორედ ტარდება, უკვე სამუშაო, სწორედ აღნიშნა ჯიჯიმ. იცი რა, აქამდე ამ პროექტს და საერთოდ ჩემი აზრით საქართველოში რაც ტარდებოდა მოდის სფეროში, ხო, უფრო ივენთის დატვირთვა ქონდა, უფრო ქონდა ის დატვირთვა, რომ რაღაცა ზეთი ჩვენება იყო, რომელზეც ატიჯებდა ჩვენს მეგობრებს, ხო, აქამდე საერთოდ რაც ტარდება, ხო, ისეთ ცნობილ სახეებს და ყველა გამოიბრანჭებოდა და მიდიოდნენ ის ერთი დღიანი ღონისძიება იყო. აქედან გამომდინარე, შემთხვევაში არ ქონდა მნიშვნელობა იმას სეზონური, უფრო ხო, უნდა ყოფილიყო არა ის როგორც მსოფლიოში ყველგან არის, რომ 6 თვით ადრე არის ხო, fashion week-ი, ანუ ბაიერები ჩამოდიან, გიკვეთავენ კოლექციას, რომელიც 6 თვის შემდეგ გავა უკვე მაღაზიებში გაყიდვაში. აქედან გამომდინარე, ვთქვათ, ზამთარში არის გაზაფხულის კოლექციები, რაც გაიყიდება და აქტუალური 6 თვის მანძილზე უნდა შეკერო, მე ბაიერი შეგიკვეთავს და ნუ თბილისშიც გამორიცხული იყო, იმიტომ რომ იქვე, ვთქვათ, ჩვენი ნაცნობები, ჩვენი აღგანაკები და იქვე თუ იყიდებოდა. ესა, კაცი მამაკაცების ხაზი თუ იქნება წარმოდგენილი, არ მარტო. ეს შეკითხვა ყოველთვის არის. სექსი კოლექცია, მინდა გითხრა, ასე რომ მამაკაცებსაც შეუძლიათ რომ მოერგოთ. რამდენი არის რაღაცა სტუდიაში კი, ნუ ძალიან საინტერესო ბაიერის თემა, იმიტომ რამდენად არის ხოლმე მე ამ კონტაქტების შენარჩუნება, ეს არის ხოლმე ერთჯერადი შეკვეთის სახი თუ ეს მე განზომილებითი კონტაქტია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართული დიზაინერი არის უკვე საკმაოდ გამოცდილი ამ საკითხში და რა თქმა უნდა პირველ სეზონზე აგიკვეთავენ ისინი გაგვირდებიან, ანუ ნამდვილად გაგვირდებიან. სამი სეზონი პრინციპში საჭიროა, რომ სამი სეზონი ჭირდება, რომ შემოქმედან და მიხვდან, რომ შენ ნამდვილად სტაბილური ხარ, ხო, იმიტომ რომ შეიძლება უცბად ვიყო დიზაინერი, გავაკეთე ძალიან კარგი კოლექცია, მაგრამ ნუ მომავალ სეზონზე ესეთი ჩავარდნა მქონდეს, რომ უბრალოდ მაგრამ აქ იცით რა პასუხისგებლობა არის კიდე, რომ საქართველოს იცნობენ უკვე უფრო სწორად არის ამის პოპულარიზაცია, ну, გარკვეული მიზეზების გამო, აქეთ დევიდ კომა, აქეთ დემნა გვასალია, ძალიან დიდი ორი სახლის, ასე ვთქვათ, კრეატიული დირექტორები გახდნენ, შესაბამისად საქართველოს უკვე თავისთავად ხდება საინტერესო მსოფლიო ბაზრისთვის. შესაბამისად, აქ მაინც საქართველოს უყურებენ ესე, რომ ცოტა პასუხისგებლობით რა, მაგრამ დიზაინერებიც რაღაცა არა, ხო, უფრო მეტი რა, აქ სამუშაო ის არ ქონდა. დატვირთვა მოდის კვირაულს. საქართველოს ეხლა უკვე რაგაცია გვიხარით, თქვენ უნდა მითხრათ რამაცია. ეს არის პალტო, ანუ მოსაცმელი, რომელიც არის საკმაოდ თხელი, მაგრამ მყარი ქსოვილისგან გაკეთებული, უფრო საგაზაფხულო მოდი ასე ვთქვათ. ეს არის კოლექციის ის ნაწილი, რომელსაც ნახავს ასევე მაყურებელი მოდის რომელიც გველდება. დიზაინერი ვინ არის ამ? ნინო ბაყაძე არის დიზაინერი. მანამდე მე თვა ანუკა ქებურია, თქვა თქვენი არ გვაქვს ხო წარმოდგენილი როგორ ნუ შარვალი რა თქმა უნდა არა და ფეხსაცმელი, მაგრამ აი მაისური და პლაში არის სინდრომი. ეს არის სინდრომი, ასეთი ამ კოლექცია? არა, ბრენდს ქვია სინდრომი. ხო. მარტო მე არ ვარ ჯგუფია.
რომელიც მუშაობს ამაზე. ძალიან საინტერესო ჯგუფი. ეს კოლექცია სპეციალურად ამ კვირეულისთვის შეიქმნა. არის ეს ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც შეასრულოს დიზაინერს. თეკლას დავეხმარებით, შეიძლება თეკლა არ გამოდის, ასე თქვა, შოუთით, თეკლას ეკნება. საინტერესო ვიდეო ინსტალაცია თავისი მუსიკალური გაფორმებით, ანუ ალბათ არ დავასახელებთ, ვინ ცოტა იყოს. ხო, ანუ ეს იქნება ესეთი, ასე თქვა, საინტერესო სანახაობა და ამ ვიდეო რგოლში მაგას საერთოდ ეძახიან fashion films, ან fashion filmში იქნება გამოყენებული სინდრომის პროდუქცია, შეიძლება დავასახელო ვინ იღებს. კი, როგორ იგებსება. მოდი გააგრძელე შემაში. იცით როგორ არის, ანუ ამ სინდრომს აქვს რაღაც თავისი ფორმატი, რომელსაც არ უნდოდა რომ ეს ფორმატი ჩვენ არ გვინდოდა რომ დაგვერღვია, მაგრამ გვინდოდა რომ ცოტა საჯარო გამხდარიყო, იმიტომ რომ სინდრომის მეორე სეზონი იქნება და პირველი სეზონი რაც ჩატარდა ძალიან ვიწრო წრისთვის, მეგობრებისთვის ფაქტიურად. მადლობა ჯიჯის და სოფოს რომ მართლა მომწეს იმის საშუალება რომ ამ სინდრომს თავისი ფორმატი არ დაერღვია და ჩვენება მომხდარიყო ისე როგორც ჩვენ გვინდოდა, ანუ ყოფილიყო ვიდეო იქნება ფილმივით, იქნება ჩვენება, რა ვთქვათ ესე, ჩვენების იმიტაცია მოხდა გადაღება ამის და პლუს რაღაც დამატებით კიდე რაღაც ვიმუშავეთ ამის. ტატო კოტეტიშვილმა იმუშავა. 20 კაციანი გადამღები ჯგუფი და ესეც მინდა ვახსენო რომ სულ მეგობრები ყველა უკვე მე რამდენი წელი მეხმარებიან და მოკლედ აი ესეთი მეგობრული სინდრომი ესეთი გამოვიდა და ძალიან საინტერესო იქნება 8-ში 8 ნოემბერს. იცი რა მაინტერესებს ანუკას და ნინოს მინდა ვკითხო, ეს კოლექციები სპეციალურად ამ მოდის კვირეულისთვის შეიქმნა? რაც შეეხება ჩემ კოლექციას, ეს ამ კოლექციის ნაწილი მხოლოდ ჰქონდა წაღებული უკრაინაში. მოდის კვირეული იყო იქ, ეს იყო 2 კვირის წინ სადღაც. ნაწილი კოლექციის მომიწია რომ იქ დამეტოვებინა და ხო დეტალები არის გამოყენებული ამ კოლექციაში, უკრაინის კოლექციის, მაგრამ პრინციპში ხო უფრო მეტი წილი კონკრეტულად მორგებულია წლების განმავლობაში მარტო ფეხსაცმელს ველოდებოდით, მაგრამ ეხლა ესე აღარ არის. მე მაინც მინდა ავღნიშნოთ თავში რომ ის რომ ტანსაცმლის დიზაინი ეს fashion არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ მე მაინც ჩემი ძირითადი მოღვაწეობრივი აქსესუარი ფეხსაცმელის იქნება, ქუდები იქნება, ფეხსაცმელები, ჩანთები, ქამრები, ანუ ყავის აქსესუარები, თუმცა ხო რაღაცა ტანსაცმლის რაღაცა ცოტა ელემენტებიც შევიტანე და ხო ცოტა ტანსაცმლის კეთებაც დავიწყესავით და არ ვიცი მე როგორ იქნება. ძალიან მიხარია რომ ეს პროექტი ესეთ სერიოზულ სახეს იღებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო როგორც ჯიჯის ასევე უხმესი მადლობა სოფო ჭყონიას, იმიტომ რომ ესეთ სერიოზულ პროექტს თავაზობს ქართულ დიზაინერებს და ეს ბინექსთიც მინდა გითხრათ რომ ესეც ძალიან დიდი ნაბიჯი იყო ქართული დიზაინერებისთვის, იმიტომ რომ მე თვითონ მივიღე მონაწილეობა რამდენიმე წლის წინ, ეს დიდი ხნის წინ იყო 5 წლის წინ, მაგრამ მომეცა საშუალება რომ თქვა გავიმარჯვე ბინექსში, შემდეგ გამიშოს მოსკოვში უფრო დიდ ბაზარზე ვაჩვენე ჩემი პროდუქცია რუსკი სილუეტზე, შემდეგ იქაც რაღაც პრიზი მივიღე დანიაში და აქედან გამომდინარე სოფ ყოველთვის აძლევს შანსს ხო ქართულ დიზაინერებს განვითარებისთვის და ხო ჯერჯერობით არ ვიყავით ხო ქართული დიზაინერები სერიოზული მუშაობისთვის და აქედან გამომდინარე იმ ეტაპზე ბინექსთი შემოვიფარგლებოდით და ეხლა უკვე პრინციპში გავიზარდეთ და მე მგონი ვართ მზად იმისთვის რომ გავიდეთ სერიოზულად უფრო საზღვარგარეთ ბაზარზე, თქვა ჩემი კოლექციებიც იყიდება ყაზახეთში, ბაქოში, უკვე უკრაინაში და ძალიან მიხარია ის რომ ქართული პროდუქტი გაიხდება ბიზნესი ამას უკვე ეხლა ბიზნესის სახე ეძლევა, ჩამოდიან როგორც ჯიჯი აღნიშნა ძალიან საინტერესო სტუმრები, მიხარია რომ იქნებიან ბაიერები და რა თქმა უნდა
ამ შემთხვევაში ქართულმა დიზაინერებაც უკვე უნდა შეათავაზოს იცესი კოლექციები, რომლებიც იქნება სეზონურიც და მასალაც პირველ რიგში იქნება ისეთი, რომელთაც მე შეძლებთ დიდი შეკვეთების კეთებას, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ნიოსთან მექნება ესეთი კითხვა, რას ითვალისწინებ, აი შენი კოლექციის შექმნის დროს რამდენად ითვალისწინებ თქვა ტრასებს, ტრენდები, ალბათ, მაგრამ ძალიან ბევრი დიზაინერი ამბობს ხოლმე, რომ ტრენდები არ არის მნიშვნელოვანი, როცა აკეთებ ხარისხიან პროდუქციას, რამდენად ითვალისწინებ, რამდენად გიწევს გათვალისწინება, თუნდაც ფორმატიდან გამომდინარე, იმ ფორმატიდან გამომდინარე, რაც აქვს მერსედესის იცი რა, ყოველთვის ხდება რაღაც დონეზე, მაგ ყველაფრის გათვალისწინება ჯერ ეს ერთი, იმიტომ რომ მიყვები რაღაცა ეტაპობრივად რა, რაც არის უფრო მოდი როგორ ვთქვათ, ანუ ტრენდული, როგორ ტენდენციური, დაახლოებით მაგის მიხედვით მაინც მიდის ასე თუ ისე რა, ჩამოყალიბება რაღაც კონკრეტული კოლექციების პლუს კიდე ის რა, ეს კოლექცია კონკრეტულად რომელიც გაკეთდა, გაზაფხული შეიქმნა Mercedes-ის Fashion Week-ისთვის და ნელა მე უკვე მიყვა რაღაცა ჩემი ინსპირაციის წყარო რაც იყო და ამის მიხედვით ანუ მოლოდინიდან გამომდინარე თვითონ ალბათ სხვადასხვა მოდის კვირეულიდან სხვადასხვა მოლოდინი აქვს თვითონ დიზაინერს და თუ განსხვავდება ეს მუშაობის პროცესი და შედეგიც მოდის კვირეულებისთვის კი, პრინციპში განსხვავდება საკმაოდ, იმიტომ რომ ძალიან პირველ რიგში ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ამდენი უცხოელი სტუმარი ჩამოდის, რომელმაც უნდა ნახოს შენი კოლექციები, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო ისეთ მოლოდინი გაქვს მაგ დროს ჯერსი, შენც უფრო ისე მუშაობ, პასუხისმგებლობურად. და უცხოელი სტუმარი დაინტერესებულია, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს რეალურად და შედგეს, ხო? თავისთავად. გარდა ამ ბაიერებისა არიან ბლოგერები, რომლებზეც დგას თანამედროვე მოდა და რაც დაწერენ ამაზე ნერვიულობ სრულიად დიზაინერთა სამყარო და შესაბამისად არა დიზაინერებზე მინდა ვისაუბრო და მაინც ასე ვთქვათ თქვენი პატარა საიდუმლოებით ყველა დიზაინერს ყავს რაღაც თავისი კონტაქტები უკვე იმიტომ რომ მუშაობენ რეალურად შესაბამისად თუ ითვალისწინებენ რა თქმა უნდა დავიანთ იგივე რაღაცა კონტაქტებს ანუ ეგრე არ არის რომ დღეს მომინდა გრძელი პლაჟში და თუ დიზაინერმა იცის რომ ეს გრძელი პლაჟში ვერ გაიყიდება დიზაინერი ვერ გააკეთებს ამ გრძელ პლაჟს შესაბამისად ამის გათვალისწინებით რა თქმა უნდა ფერთა გამას ითვალისწინებენ აუცილებლად და დაუშვათ რაღაცა კონკრეტულ ტრენდს დაუშვათ არის ნაკარგი ყველა დიზაინერი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და ყველა გაითვალისწინოს რომ ეთყობოდეს რომ ეს არის ვიღაცის ნაკარგი და არა თქმა უნდა და დღესდღეობით თბილისში თქვენ 23 დიზაინერი ხო 22 დიზაინერიდან ალბათ 15-ში იქნება 15 დიზაინერს ექნება გამოყენებული ნაკარგი მაგრამ ზოგს ექნება წითელ შავში და რაღაცა სხვა ქვები ზოგს სპორტზე და ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და პირიქით ძალიან კარგია რომ ითვალისწინებენ და კარგია რომ ესეთი განსხვავებულია და ხელწერა აბარა გაკიდისთვის ეს ძალიან კარგია და კარგია რომ მოდის ყურება დაიწყოს როგორც ბაზრის ყურება და არა მარტო გაკიდის შეხვედრა მოდი როგორც ბიზნესი მოდი უსურვოთ და როგორც ხელოვნება, იმიტომ რომ გადამწყვეტია კონკრეტულად ამ კვირეულის განმავლობაში ეს მიმართულება და ბიზნესი. დიდი მადლობა, რომ ესეთი მოდული და საინტერესო შუადღე გქონდა და დაბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ.